გისურვებთ. ეს გოგონა ყავთ დღეს იუბილარი. ერთ ჩვეულებრივი დღეა გოგოები დავტოვეს სკოლა ბაღში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არც ვაპირებ. არც თავი არ მაქვს სიმართლე გითხრათ, რადგან ბოლო ვლოგიდან გაიგებდით, რომ ექიმთან ვიყავი და იქ აღარც ამიხსნია და აღარც მისაუბრია თუ რა მჭირდა და როგორ მჭირდა და რატომ მჭირდა. მოკლედ დამიდგინდა წავე ბრონქიტი. ქუთაისში შემხვდა არაჩვეულებრივი ექიმი, ჯერ ვიყავი ალერგოლოგთან, რომელმაც გამიკეთა სპირომეტრია, ანუ რამდენად კარგად მუშაობს ჩემი ბრონქები და ფილტვები, რამდენად სწორად უშვებს ჰაერს და შემდეგ, რადგან ეს ყველაფერი წესრიგში მქონდა, გამიშვეს პულმონოლოგთან და შემხვდა ძალიან მაგარი ექიმი, ახალგაზრდა გოგო, თეონა ტოტოჩია, იმედია გვარი არ მეშლება ამჯერად, იმიტომ რომ TikTok-ზე ავტვირთე, Facebook-ზე, Instagram-ზე ვიდეო და იქ ვამბობ ტოტოჩავას, ხო, იქ ვამბობ ტოტოჩავას, რეალურად არის თეონა ტოტოჩია. ძალიან გულისხმიერი ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანი, არაფერი არ არის ჩემი ხალხო, ანუ არ ვიცნობ ადამიანს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ვიცნობდი დიდი ხანი და ვერ შევიცანი და მიკვირდა თუ რატომ მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ თითქოს დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს, რატომ ყავს ეს ჩემი თავი დამბულინე და თუ იცით. მოკლედ, რა დანიშნულებაც დამიწერა, ხო? პირველივე ღამესვე დავიძინე. ამდენი ღამეების შემდეგ, მაგრამ ამ ბრონქიც კი ეშველა. სამწუხაროდ თავი შემახსენა სფინოიდიტმა. გახსოვთ, საბერძნეთში რომ დამეწყო თავის ტკივილები და გამოკვლევებზე რომ წავედი, რომ მითხრეს, რომ ყურის ანთება გაქვთ, მე ისევ გამიგრძელდა, მაგრამ თავის ტკივილები ცოტა ისეთი ნათქვამია, ჭკუიდან რომ გადავყავდი ამ თავის ტკივილებს და რომ ვერ დავდიოდი და რომ ვერ სუნთქავდი და რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და ანუ სინუსური წიაღების ანთება, ასე ქვია მე მგონი. მაგან გამახსენა თავი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე ეს დღეები რა ტკივილს გავდიოდი. დღეს ავდექი შედარებით, ანუ ტკივა, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო. ვაიგნორებ. ხო და ეხა ბაზარში ვიყავი უკვე, ვაშლი უყიდე გოგოებს. ტოსტის პურს სამწუხაროდ რასაც ვყიდულობ წყალტუბოში, იფქლის პურს საერთოდ არ ვეკარები, არც ისე პურს, არც ტოსტის პურს. ლიტვური საცხობის ტოსტის პური მომწონს, მაგრამ მომწონს კონკრეტულად ფრანგული ტოსტი, ასე რო აწერია. ჩვეულებრივი ტოსტის პური, რომელიცაა ის ობდება, ანუ ორ დღეში უკვე დაობებულია და ორ დღეში იმდენ ტოსტის პურს ფიზიკურად ვერ შეჭამ ადამიანი. მაცივარში შედეო რომ მითხრათ, მაცივარში რო შედებ, ძალიან შრება და გამოჩიჩინებულია და მასე არ მინდა. ხო და ჩამოვედი ახლა კარფურში. წავიდეთ გავატაროთ ჩემი დაბადების დღე. ერთ ჩვეულებრივი დღეა. TikTok-ზე ვცდილობ ავტვირთო ვიდეოები, ვიყო ცოტა აქტიური, იქაც, ოღონდ ნუ იქ ახლა ცოტა სხვანაირი ვიდეოები. სხვანაირი რა? აქ უფრო ვრცელია, იქ უფრო მოკლეა. შეიძლება იქ ისეთ რამე დავდო, რასაც აქ არ დავდებ და ესეთი ამბები. ეველინას მოუპარე ორცხობილები. ვახრამუნებ მე, რა ხატია. ბიჭი. წავედი ახლა მოკლედ. კარფურში ვეყიდო რაღაც. მოვიარე კარფური. რაში დავტოვე 62 ლარი, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ დავტოვე. მოვიარე ტირილ-ტირილით, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები მილოცავდნენ, ანუ დღეს მილოცავენ ჯერ კიდევ და ისეთ სიურპრიზებს მიკეთებენ, რასაც არ ველოდებოდი, აი მართლა არ ველოდებოდი და მიხარია რომ სიკეთე არ იკარგება. ასე რომ ვაკეთოთ სიკეთე სულ და სიკეთით დაგვიბრუნდება. ჩემთვის ისიც იმხელას ნიშნავს, რომ ვიღაცას გავახსენდი და მომწერა. ძალიან თიც ნიშნავს და არის მომენტები ხოლმე მე თვითონ მავიწყდება, ანუ გამომეპარება დაბადების დღე და
ადამიანები ვართ ეხა და 1-2 დღის მერე გამახსენდება და იმდანად უხერხულში ვარ, რომ მთელი ბოდიშებით და მოწიწებით ვწერ მერე მილოცვას. შოკი მაგგეფიცებით. ხამტკივა ძალიან ეს მხარე ალბათ გამიცივდა, არ ვიცი და ესე მახურავს და ვარეს ჩაფუთნული წავედი ახლა სახში. ევეკო და დანი უყურებს Netflix-ზე ერთ-ერთ ანიმაციას, რომლის საუნდტრეკიც მოსწონთ ძალიან და ამის წინ მე მგონი ვლოგშიც ვახსენე ევეკო ანაკომის სუპებისკენ წავიდა. კარფურში რომ მყავდა მოყვანილი თქო და უნდოდა რომ ის სუპი მეყიდა თითქოს მარტო მაგ სუპზე იყოს გაზდილი არა და საერთოდ არ აქვს დანაგემოვნებიც არა აქვს ის სუპი, იმიტომ რომ არასოდეს არ ვყიდულობ. და ეხა ატრია ვნახე ფასდაკლებით, ბრინჯის ატრია კარფურში. ვიყიდე, ქათმის ფილე ვიყიდე, სოიოს соуსი ვიყიდე, ბულგარული სახში მაქვს, სტაფილოს სახში მაქვს და გავუკეთებ მოკლედ ატრიას ქათამით და ბოსტნეულით და გავახარებ ჩემ გოგოს. წავედი ხა. სურა მეუნება რაიმე პატარა ტორტი იყიდეო და ჩააქვრეო მერეო, მაგრამ ვიყიდო თუ არ ვიყიდო, არ ვიცი. ჩემო უსაყვარლესმა სალომ ჩემმა მეგობარმა ესე გამომიგზავნა წუხელ ყვავილები ღამის 12 საათზე. თვითონ საბერძნეთში ესე გამახარა. ბატონმა მიუკო, მიუ? ხო? შეგაწუხე? ქალბატონმა მიუკო მიითვისა სავარძელი. შემობრძანდა სახლში და ესე ნებივრობს. ეხლა მკითხავთ, ალერგიას არ გაძლევსო? ჩემდა გასაოცრად. დაახლოებით 1-3 კვირა, არა, 3 კვირა დაახლოებით გასული, რაც არა 3 კვირაზე მეტია, თვალი რო შემიშუბდა. სურა რო ჩამოდიო და იმ დღეს შემიშუბდა თვალი. მის მერე მსგავსი არაფერი არ დამმართნია. მიუკო, შენ კაი გოგო ხარ? მომეცითი. მოგეფელო გოგო, მოგეფელო. ნუ ვერიდები, ეხლა მაგალითად რო შევეხები ხელით, მერე ამ ხელებს ვიბან. ეს ცხვირის საჩადევი. მიწაში ჩიჩქნის სულ რაღაცას, გორაობს ქვიშაში, მიწაში. უიმე, ჩოგაზილო ასე. ასე ჩოგაზილო. ძალიან საყვარელია. როგორ არ უნდა გიყვარდეს. გუჩინა ბულახიდან და მწვანილეულობიდან, მწვანილეულობა. არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ ახლა მე, მწვანილებიდან. ყველაზე მეტად რა მიყვარს, აბა თუ მიხვდებით. წიწმატი, გიჟდები და რამდენი წელი არ მიჭამია. სასწაულია წიწმატი, წიწმატაზე კარგი ნეტა თუ არის რამე. კინძი. ნუ კინც არ ვჭამ. საჭმაში ვიყენებ, მაგრამ წიწმატი არის ჩემი ფავორიტი. ევეკო მოვიდა ბაღიდან თქოა, ჩემი ცოტა სკოლიდან და იმეცადინა და ეხა აქვს ცეკვა. და მეუბნება მეო მარტო წავალ. ნუ ვიციო გზავ. არ მინდა შენ წამოყოლა. რას მოვესწარი. რა თქმა უნდა მარტო არ უშვებ. ჩუმჩუმად უკან მივყვები. ვის უყვარს ჩემს ავით კოწახური? ვაფრენ ვაბოდებ. ჭკუა მეკედება ისე მიყვარს. შევირბინე ფენაში დღეს და გქონდათ ესეთი კლასიკური ტორტი, მოხარშული კრემით, კლასიკური ბისკვიტებით და კენკრის გულსართით და ხელს გამოვაყოლე. რამდენი ხანია ვცდილობთ რომ ჩავწეროთ ეს ვიდეო, მაგრამ ვერ ვახერხებთ რატომ? რეკავს და რეკავს? ყველანი. ტელეფონი რეკავს. გაუჩერებლივ. თან განათება არ გვივარგა, მაგრამ არ ვიჩნევთ, ხო გოგოებო? ხო. ხო და სანამ ერთლად დაგვეწვა და დაგვეფუგა ეს სანთლები, დროზე ჩავაქროთ, ხო დედა? ხო. ვინ იმღერებს? ლალამაზი დღეა, რალა თელიზეა, იმიტომ რომ დღეს დედას რალაბების დღეა. გილაცა, გილაცა. ყოჩა, მადლობა. ავიღებ მე. ერთი სული გაქვს? როდი შეჭამ? ეს მოვძა. მოდრო. არა უშავს, მე ამოვიღებ.
დედიკო, მოიცა, რო დავჭრათ არადე? ნელა. ვაიმე დედა. ღმერთო ჩემო, ხო ხართ დედა კარგად? სულ მოუთქველები. კარგია მარწყვი? ჩვენი ოჯახი თითოეულ წევრთან ერთად. წავედით დავჭრათ ტორტი და მივირცვათ მთელმა ოჯახმა. ამასობაში დაგვიღამდა და სად მიდის მაიკო თუ არა და ცეკვაში. გამოგვიანდა ცოტა. ჩავაქრეთ ტორტი რაღა იყო და ჩავაქრეთ სანთელი. ხო და მოსლები არ არიან? შუქიანთია უბრალოდ. ჩავაქრეთ სანთლები და მივირჩეთ ტორტი. მაგრამ არა თოვანებული ვართ. არ არიან მოსლები ჯერ. იადარი კარი. შევედი და შევედი. არავინ არ არის ჯერ? არავინ არ არის. ვაიმე ნახეთ რა საოცრება. ძველ ბაღში მინდაო? თიკო დაჯე მიჯექ სადმე. ეხლა უნდა გავხსნა საჩუქარი. ბლუტაბლადან. საგიჟია ჩვენთან სახლში. მე ეხლა მოვედი ცეკვიდან და თიკო შემოვხდა ჩემი ნათლი და შემოვხდა გზაში მოდიოდა ჩემთან. რომ მოელოცა ჩემთვის დაბადების დღე. როგორ მიხარებად მქონდა ესეთი შარფი, როგორ მინდოდა. ჭკუა მეკეტევა ისე მომწონდა ჩემო თიკუნა მომიტანა. ნახეთ რა საყვარელია. საოცრება. შემოვედი სახლში. ძალიან მისიამოვნე, ძალიან კარგი იყო. უსამოდ კმაყოფილი ვარ. ზოგადად მთელი დღის უსამოდ კმაყოფილი ვარ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ჩვენს გამომწერებს, ვინც მომილოცეთ ინსტაგრამზე, ტიკტოკზე, დაბადების დღე ფეისბუქზე. და მადლობა ყველა იმ ყურადღებიან თბილ-ტკბილ ადამიანს, ვისაც გავახსენდი და მომწერა. საერთოდ არ გეგმავდი დღეს გასვლას, მაგრამ თურმე უნდა გავსულიყავი. ვიჯექით მე და ქეთი წყნარად, ვიჭუკჭუკეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, პატარა ტორტიც მომიტანა. აი მე ვიდეო არც გადამიღია მე მგონი. რაღაც კადრები გადაღებული მაქვს და რა კადრები მაქვს გადაღებული, წარმოდგენა არ მაქვს, არც მე არ ვსვამ, არც ქეთი არ სვამს. შევუკვეთეთ ხინკალი, ხაჭაპური იმერული, ნიგვზიანი კიტრეს და პომიდორის სალათა, ლიმონათი. всё. ეგ იყო 10 წელი ხინკალი. ნახევარ კიდევ ტოვეთ, იმიტომ რომ ვერ ვჭამეთ. გემრიელესი იყო იმერულეს კიში, აი მართლა ძალიან გემრიელი ხაჭაპური, ხინკალიც, კიტრე და პომიდორის სალათაც ძალიან გემრიელი იყო. მაგრამ სხვა რაღაცები რაც ამაქვს იმერულეს კიში და ნაგემონები, აი ძალიან მომწონს. ხო და კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღეს, მინდა გითხრათ. პირველი დღე ჩემი ჯუჯღუნა ბუზღუნა სურაბის გარეშე. არა უშავს უკეთესი დღეები წინა გვაქვს. ხო ასე. ასეა. სულთა გულით ჩემთანაა ვიცი. და მე სულთა გულით მასთანა. წავედი ახლა.
გამოვიცვალე მოუწესრიგდით და ჰაიდა საწოლში, იმიტომ რომ უკვე 12 საათია და ხვა დილით ადრე ვარ ასადგომი. დაგემშვიდობებთ ახლა და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.